სახელითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდი ბარხვის მესამე კვირადღის დღესასწაულს, ჯვრის თაყვანისცემის კვირას. ჯვარი ცხოვრებისეული ყველა ადამიანს გააჩნია. ეს ჯვარი სხვადასხვა სახისა. არის ისეთი, რომელიც ადამიანს ედება ღვთისაგან და ცხოვრებისგან. არის ისეთი, რომელსაც ადამიანი საკუთარი ნებით ირჩევს. ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ჯვარს, რომელიც არის მაცხოვნებელი ადამიანის სულისთვის და არის ჯვარი ქრისტესი, ანუ ჩვენთვის დამაახლოვებელი უფალთან. და პირველად უწინარეს ყოვლისა ეს ჯვარი არის თავად ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ქრისტიანობა. როდესაც ვიტვირთვით ქრისტეს ჯვარს ნებაყოფლობით, მაშინ ეს ჯვარი თანდათანობით ხდება სუბუქი და ხდება ტკბილი. იმიტომ რომ ადამიანი ქრისტესთან ერთად ატარებს ამ ჯვარს. ქრისტე არის მისი ჭირისუფალი. ქრისტეა მასთან ერთად ჯვრის მტვირთველი. და რაც თავარია, ეს ჯვარი ხდება დამაკავშირებელი ადამიანისა ღმერთ კაცთან, ქრისტესთან და მარადისობასთან. და ასეთი ჯვრის ტარება ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. ცხოვრებას მოგეხსენება თავისი სიმძიმე აქვს, თავისი სიხარული და თავისი მწუხარებაც. და ქრისტესთან როდესაც ჩვენ ვატარებთ მაცხოვნებელ ჯვარს, მაშინ შევდივართ კავშირში მარადისობასთან და უკვე ეს წუთისოფელი ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ დროებითი სამყოფელია. დროებითი სამყოფელია იმ უზარმაზარი და დიადი სივრცის მიმართებაში, რასაც ქვია მარადისობა და უკვდავება. და გამოდის, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ამ წუთისოფელში ეს არის მზადება მარადისობისათვის და უკვდავებაში ჩვენი დამკვიდრებისთვის. თუ ეს გავითავისეთ, თუ ეს გახდა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და არ მივეცემით ამ მიწიერ საქმეებს, როგორიც არ უნდა იყოს ეს, ყველაზე კეთილი საქმეც რო იყოს, მან თუ არ იქონია კავშირი
ქრისტესთან და ქრისტეს გავლით პარადისობასთან, მაშინ ეს მხოლოდ დარჩება საქმეთ, რომელსაც ადამიანი იქნება გატაცებული, მაგრამ სულს ვერ შესძენს. სულს ვერაფერს ვერ შესძენს. დატოვებს, რა თქმა უნდა, სახელსაც, კარგსაც, დატოვებს საქმესაც, მაგრამ ჩვენი ცხოვრება პარადიული და ჩვენი სული უპტავია. აი ასეთი ჯვარი უნდა ვიტვირთოთ ძვირფასო ძმანო და დანო ყველა. ზოგჯერ დავიღლებით, ზოგჯერ ჩავიმუხლებით. მაგრამ ისე როგორც მაცხოვარმა, რომელსაც მათ თავისი ჯვარი ატარა და მასში დაეხმარა ამ ჯვრის ტვირთვაში სვიმონკვირინელი, მაგრამ მაცხოვარი ამ ჯვარს კი არ გაექცა და განუდგა. აი ჩვენც ეს ჯვარი უნდა მივიტანოთ ჩვენს გოლგოთამდე, ანუ იმ დღემდე, როდესაც დატოვებს ჩვენი სული ამ წუთისოფელს, გავა აქედან და შეუერთდება ქრისტეს, შეუერთდება უკტავებას. და ამგვარად ატარა მამა საბამ თავისი ცხოვრების ჯვარიც და თავისი მონაზნობისაც. ატარა ერში იმგვარად, რომ მოგეხსენებათ დარჩა ქრივად და თავის შვილებს გაუკეთა ის, რაც შეეძლო გაეკეთებინა. მაგრამ თავისი შემსუბუქებისათვის არ მოიყვანა მან მეორე მეუღლე, თუმცა შეეძლო და დასაძრახიც არ იყო, რომ იტყვიან შვილები დარჩა ობლად და მოსავლელი. მაგრამ სხვაგვარად გადაწყვიტა და ალბათ მისთვის ეს იყო ძალიან, ალბათ კი არა, მნიშვნელოვანი იყო და არ გაექცა ამ სიმძიმეს. მიზეზა არ იმიზეზა. და წამს რომ ზუსტად აი ამ ჯვრის ტვირთვამ ის მოიყვანა მერე უკვე მონაზნობის გზაზე. მოიყვანა და კიდევაც ჩააყენა ანგელოზობრივი დასის რიგებში მონაზონთა დასში და ის გახდა სასულიერო პირიც, მღვდელი და საქართველოს ეკლესიის არქიმანდრიტი, ჩვენი ეპარქიის ერთ-ერთი გამორჩეული სასულიერო პირი, რომლის მიმართ ყველას ჰქონდა სიყვარული, კეთილგანწყობა და პატივისცემა. ამიტომაც დაგვაყდა ყველას მამა საბა მინდა თქვა, რომ ჩემთვის ეს არის ესეთი დიდი დანაკლისი, რამე თუ მამა საბასთან ჩვენ ურთიერთობა ჰქონდა მეგობრობისა და არა მხოლოდ როგორც მდელმთავარი და
ეპარქიის სასულიერო პირი თუ სულიერი მოძღვარი და შვილი სულიერი, არამედ როგორც მეგობარი და ძმა, რომელსაც ჰქონდა ცხოვრებისეული გამოცდილებაც და ჰქონდა ხედვაც დაფუძნებული ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე და სულიერ შრომაზე, სულიერ ღვაწლზე. მარხვის დღეები იყო შარშანაც, როდესაც მამა საბამ მიიცვალა. დიდი მარხვისა, აღდგომის მოლოდინი და ახლა უკვე მამა საბამ იცის რა არის აღდგომის ზეიმი ქრისტესთან ერთად ზეციურ ეკლესიაში. ის ბოლო ჯვარიც, რომელიც ღმერთმა მას მისცა სატვირთად, როგორც ავამტყოფობა რთული, მან იტვირთა ხნედ, რამე თუ არ დაცემულა შინაგანად და პირიქით. შეიძლება კი არა ამ დროს ადამიანს ყველანაირი მოსდის აზრი და ფიქრი და შინაგანი განცდა, მაგრამ არც ერთი წუთით როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეს შინაგანი მისი ბრძოლა, იმიტომ რომ ადამიანს მაინც მარტოს უწევს ამ ყველაფერთან გამკლავება საკუთარ თავში, თავის აზრებთან, თავის შინაგან ეჭვთან, ტკივილთან და სიხარულსაც ის მხოლოდ იზგრძნობს. შეიძლება ვიღაცას უთხრას, მაგრამ ბოლომდე ვერ გაიზიარებს, თუ ამის გამოცდილება არ აქვს ადამიანს და ვერ გაიგებს და ადამიანი ამგვარად მარტოა საკუთარ თავთან. მამა საბამ ამით არავინ არც ერთი ჩვენგანი არ დაამძიმა, არ დატვირთა, არ შეაწუხა. თუმცა იცოდა ყველასი, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობა და ის შინაგანი წუხილი. და ეს ჯვარი იტვირთა მან და დღეს ჯვართამაღლების, ჯვართთაყვანისცემის კვირას მოგეხსენებათ, რომ ერთი წელიწადი შესრულდა მისი გარდაცვალებიდან და წამს, რომ ის არის ქრისტეს ჯვრის ტვირთველთა რიგში, ზეციურ სასუფეველში და გულშემატკივრობს ყველა ჩვენგანს. ღმერთმა ათელში დააძესოს მისი სული და მისი ლოცვა ყოფილიყოს ჩვენთვის ყველასათვის შემწე. ამინ. ჩვენთან არს ღმერთი.